მოვდივარ ახლა და ვაკვირდები ადამიანებს. მე ერთი არ ვიცი ეს მინუსია თუ არ ვიცი. უკეთ ესეთი რაღაცა მაქვს, ვერ მიმახსოვრებ სახეებს. ვერ მიმახსოვრებ სახელებს. შეიძლება არ ვიცი. თუ ძალიან დიდი ენერგეტიკის მატარებელი, აი განსხვავებულ სულს ეძახი ხოლმე თუ არ არის ადამიანი, ვერ ვიმახსოვრებ. თითქოს ყველა ერთი არის და უცბად ვიღაც განსხვავებული შეიძლება ის დავიმახსოვრო. მოვდივარ და დავინახე დედაშვილით. მოვდივარ და დავინახე მერტო ჩემო იმ თხედენი ტკივილის მატარებლები არიან ეს ადამიანები. ცრე მოვდივარ და ცრემლის ვიკავე. ანუ მე ადამიანის ხელს ვეღარ აღვიქვავ მარტო ენერგიას, აი მოდის ადამიანი ხედავ მის ენერგიას და ენერგია ამბობს ყველაფერს. ამიტომ არის ცხოველს ვერ მოატყუებთ, ანუ ძაღლს ის აღიქვავს, სენს. ქართულად როგორ არის? გრძნობს თქვენს რა გაგივლიათ, რა ვინ ხართ სიმართლეს თქვენ შესახებ. მოვდივარ და ვგრძნობ ყველას ტკივილს, წარსულს, ღმერთო ჩემო ყველა დაატარებს ბარგივით და ებღაუჭებიან. აგერ გამოიარა ქალბატონმა და იცით როგორ იკვებება ნეგატივით. იცი რა მოხდა? ეუნება მეორე ადამიანს და აი ამ იკვებება იგივენაირად გადის, წარმოიდგინეთ, ემოციას დამახსოვრებული აქვს. იგივენაირად რო საუბრობს, ანუ იხსენებს და მოწონს ეს ნეგატივი და ამაყობს ამ ყველაფერს. მე ვიღაცა შემხვდა უსმენ რა მესმინება, შვილს ურეკავს, ეუბნება აი შენ გამო მე ის ვიმასქენი, აი იმასთან არ გქონდეს ურთიერთობა, იცი ის როგორია, განსჯის ყველას. და რა გვავიწყდება, იცით? აი ყველა ეს ვართ. ახლა თქვენ მე მითხარით, აი ამას ხედავთ. აი ეს ადამიანი ვინ იყო? თეთრი იყო თუ შავი? ქოცი იყო თუ ნაცი? პოზიტივი იყო თუ ნეგატივი? დემონი იყო თუ ანგელოზი? აი თქვენ მითხარით ახლა ეს ადამიანი ვინ იყო? ჩანს ვინ იყო? აი ეს ადამიანი დიდარი იყო თუ ღარიბი? აი აქედან ამ ჩონცხს შეხედათ ახლა თავის ქალას. მითხარით? ვერ მეუბნებით ხომ? იცით რატომ? ეს ყველაფერი ილუზია. როგორც აი ახლა ეს შეხეული არის ილუზია. ეს ჩონჩხი ვართ ჩვენ, ეს თავის ქალა. ეს თავის ქალა ჭამდა, ეს თავის ქალა სვავდა, ეს თავის ქალა ნეგატივს ამბობდა თუ პოზიტივს. ეს თავის ქალა ცხოვრობდა და ახლა ამ თავის ქალას ქონდა ხორცი, კანი და ახლა გამოფხიზლდეთ, უნდა გამოფხიზლდეთ. თორე ეს თავის ქალა ცხოველია. უნდა გავიხსენოთ, რომ ამ ცხოველში ჩვენ სული ვართ სად არის? დარჩა ეს თავის ქალა აქ და ეს თავის ქალა რეალობაა? ცხოველში ცხოველი ნუ გავხდებით. გავიღვიძოთ. გავიხსენოთ ვინ ვართ. სულმა დატოვა. ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ. ჩვენ თუ არ მიხვდით, რომ ერთნი ვართ, ერთობა ვართ. მალე ეს სხეული განდევნის სულს ისე დაიწევა ვიბრაციები. და გავხდები ცხოველში ცხოველი, სულები ვეღარ მოვა. და მაშინ ვინ ვიქნებით? მაშინ რა თაობას შევქმნით? ჩვენ ხო ძლივს განვითარდით. ისევ იქ რატო მივდივართ? რატო ვიბნევით? აი ეს ტკივილი, ეს ყველაფერი, ის ქალბატონი ახს შვილს რომ ქულებს იწერდა, შვილთან ბიჭი ეყოლებოდა ვეჭველი შვილი. ქულებს იწერდა რომ
შენ გამომეს, ვიღაცას ლანძღავ და ვიღაცა არ მოწონს იმის გარო, რომ თავის შვილისთვის უკეთესი უნდა და სისულელეა. და მოდის ქალბატონი დედით. მოდის დედა მოყავს ეტლით და მიამახება. მერტა როგორ მადლიერი ვარ საკუთარი თავით, რომ დედა არ მიფატოვე, რომ არ დავიბენი. დედა იგივე მე ვარ. მიამახება საკუთარი თავი და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ტკივილში არ დარჩეთ ტკივილში, განვითარდით. მე რა რთულია შეხედეთ ამ თავის ქალა და მიხვდით, რომ ეს ხორცი, ეს ქონება, ყველაფერი, რასაც მატერიალურს გქონდით, ილუზიაა. სული ხართ, სული. აქ ერთობისთვის ვართ. აქ ამ სხეულის განსავითარებლად ვართ მოსული. ამ სამყაროს სხვა ეტაპზე გადასაყვანად ვართ მოსული. ეს თუ არ გავიხსენეთ, ისევ თავიდან მოგვიწევს დაწყება. ვიყავთ მე თქვენ ხედავ. მესმის თქვენ. მე თქვენ უპირობოდ მიყვარხარ.